ბოდიში. გამონი. გამიშური. მე რეჟისორთან ამაყსა. Stop! რაშია საქმე? მე რედაქციიდან ვარ, რეჟისორს უნდა მოველაპარაკო ახლავე ოპერატიულად. რაშია საქმე? მე ბოდიში. მე დამავარდეს. კინოგადაღების შაშლა? დასწორეთ პავილიონი. არა. მე რედაქციიდან ვარ. როგორ გითხრათ, თქვენი ფილმის შესახებ. ეს ჩემი პირველი კორესპონდენცია. და თუ ახლავე არ მივიტანე. მაშინ ეს კორესპონდენცია იქნება პირველის და უკანასკნელიც, არა? დიახ. შეცდონება 9 საათი. დაიწყენე. ხო. დაბრძან. გისმენთ. მაშასე. თქვენ ახლა მე მიამბობთ თქვენი მომავალი ფილმის ისტორიას. გაფრთხილებთ, ყოველი ფაქტი უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს. როგორ გითხრათ? ჩვენ უნდა გადავიღოთ ფილმი კურორტის ცხოვრებაზე. ოღონდ სხვა ფილმი, არაწარსული ზაფხული. მაგრამ თვითონ ცხოვრებამ შესვალა ჩვენი ჩანაფიქრი. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ გადაღებამდე გავემგზავრე კურორტზე. მეგობრებო, მე გახლავართ თეთრი სასტუმროს ექსკურსიაზე. თუ გავიხედავთ მარჯვნივ საქმე გვაქვს ისეთ მოვლენასთან, როგორიც ამთა. მარცხნივ კი თუ კარგად დააკვირდებით, შენიშნავთ ეგრეთ წოდებულ მდინარეს. გთხოვთ აიხედოთ ზევი. თქვენს თავზე სამხრეთის ლურჯი ზეცა. თქვენს ფეხით საქართველოს უძველესი მიწა. ნალექების რაოდენობა საკმარისი. ქარი სუსტი ზომიერა. ამ კლდეზე ისტორიამ შემოინახა მეცნიერებისათვის უძვირფასესი წარწერა. იყუჩე ჩემო დაკანცილო ძმაო, მე ვილაპარაკებ შენს ლაგიდან. მეგობრებო, დღეს ყველას გვაერთიანებს ერთი წმინდა სიტყვა შვებულება. დღეს ბედმა ერთად შევყარა სხვადასხვა წლოვანების მთელი წლის ჯაფი დაღლილი ხალხი. რომელი ხალხი დაღლილი? თქვენი ბედი რომ ალექსანდრემ არ გაიგონათ. ვინ არის ბიჭო ალექსანდრე? დაიცნობ ნახავ. ბოდიში ბატონ ალექსანდრე. დავინა ბიჭო. სასწრაფოდ უნდა მოგახსენოთ.
ჩემი ბიძაშვილი სოლის ზმიშვილი ქუთაისში შეხვედრია ჩემს ქვისტს. იმის პირით შემოგვითვალა ბატონო რომ იღებენ. არა ეგრეცველი არების მიღება არ შემილია თავი დამანები. არა ბატონო ალექსანდრე კინოს იღებენ კურორტის შესახებ. რეჟისორი მოდის ჩვენთან, ცხოვრება უნდა შევისწავლო. ჩემი? არა ბატონო, როგორ გეკადრებათ? ჩვენი სასტუმროს. მერე? თავის გამომჟღავნება არ ნდომებია იმ ჩემი ცოდვით სავსეს და მოდის ჩვეულებრივი დავსვენებელივით. რა გვარია? არ ვიცი. მაგრამ დანამდვილებით ამ პარტიაშია. რომელ პარტიაში? რა ბატონო? რომელ პარტიაში ბიჭო? ამ ავტობუსმა მოყვა. ოჩახ. მაშ მოდის, საქართველოს მასმინელო მადლიანო, აგვიღე კარები. Აბაღარი შორი გვიდან მოსულები, სიტყვის ბარები. კეთი იყოს მომწანება, მურად გადაგეხვევი. თუ მახვილის ხებოდი, თუ მარსალესი ჩემნები. თუ მახვილის ხებოდი, თუ მარსალესი ჩემნები. ოცა დამსვენებლების საყურადღებოდ. სასტიკად აკრძალულია ბახშის გამებზე წამოწოლა. განსაკუთრებით კულტ მასობრივი მუშაობის საათებში. აკრძალულია სასტუმრო პანსიონატის ტერიტორიაზე ხმამაღალის. ეს რასაც ისმენ ალექსანდრეს გადაცემებით ალექსანდრეს ჩანაწერებია. ვინ არის ბოლოს ეს თქვენი მითიური ალექსანდრე? გაიცნობ ნახავ. მოიწმინეთ. დირექტორ სათვირი აქვს. მიბრძანდით. გამარჯობა. რას მეტყვით? ბოდიში, ჩვენ ეხლა ხან დავქორწინდით და ჩამოვედით აქ. ილოცავ. თქვენ ხელოვნების დარგში ხომ არ მუშაობთ? თქვენ? მე? დიახ. არა, სტუდენტი ვარ, სამედიცინო ინსტიტუტში. მე კიდე. გასაგებია. კომკავშირელები ხართ? დიახ. хорошо, დაგაბინავებთ. თქვენ ქალთა საერთო საცხოვრებელში, თქვენ კი აივანზე. აივანზე? თქვენ ხუმრობთ. როგორ ქალიშვილო, ერთი თვით დაიწერეთ ჯვარი. ამით რისი თქმა გნება? ცხოვრება შემომეგობრებო. მოესწრებით ერთმანეთის ყურებას. ჩვენ ერთად. კარგად იყავით. როდის ჩამოხვედი? გამარჯობათ, ძვირფასო ვიქტორ პეტროვიჩ. ამას წინას ერთ ქალზე ვნახე თქვენი შეკერილი კაბა, ისეთი ორიგინალური ჯიბები. აქ არავინ არ უნდა იცოდეს რომ მე მკერავი და ვიქტორი დაღლიდია, ვიქტორს დასვენება. კი, მაგრამ მე ვიქტორი აქ შეტეხებს არ მივიღებ. გასაგებია. გამარჯობა. მოგესალმებით. თუ გაქვთ სასტუმროში უდრო ნომერი, ფას ნიშნულობა არ აქვს. თქვენთვის ვიშოვით. გთხოვთ მოგწამთ. გთხოვთ.
ბრძანით ხალხანა. გთხოვთ. ხალხს ერიდებით არა? ია. იცით, ჩემი ვიქტორი ნამდვილი ხელოვანია. ვიქტორს დასვენება სჭირდება. მესმის. მაშასე. ასეთი პიროვნება ჩემს სასტუმროში ეს პირდაპირ არ ვიცი. თქვენ მე მიცნობ? თქვენ ვინ არ გიცნობ ჩემთან? ძალიან გთხოვთ, ჩემი ჩამოსვლა არ არის გაიგოს. ვიქტორი გადაღლილია და მუშაობას არ აპირებს. გასაგებია. მაშას ფილმების ფოტოგრაფირება, ესე იგი კინოფიკაცია, მოგლეთ კინოპრაკატ, ა? შუაში ეს? ბოდიში მაბადიეთ, მეც აღარაფერს აღარ ვიტყვი. მე თქვენ მოგცემთ საუკეთესო ნომერს, ლუქს, ტბის მხარეს. ინებეთ. მადლობთ. ბესერიონ, ვიქტორ პეტროვიჩ, ეს სამხანაგი მოგემსახურებათ. ეს უკვე მეტისმეტია. როგორ გეგადრებათ? არ ვიცი პირდაპირ რითი დაიმსახურე. შენ როგორ არ დაიმსახურე, ვიქტორ? მაგრამ ეს მართლაც მეტისმეტია. არა, კაბადონა. ალექსანდრ სიმეონჩ, თუმცა ვიქტორი ძალზე დატვირთულია. გახსოვდეთ თქვენთვის, როცა კი დაგჭირდებათ, ყოველთვის მზად მადლობა. დაბრძანდით. არა, გმადლობთ ტრესში მიმეჩქარება, მე კიდევ გინახულებთ. კარგად ზანდებოდეთ. აღგებო. ჩვენთან ჩამოვიდა რეჟისორი. რეჟისორი? დიახ. კინორეჟისორი? დიახ. ნამდვილი რეჟისორი? აბარაკი. ელიკო. მან უნდა ჩაატაროს ჩემი კურორტის ფოტოგრაფირება, რომ ხალხს გააცნოს ჩემი მეთოდი. აღგანაგებო აპლოდისმენტები მე ჯერ საქმე გავაკეთებ. სორია. აღგანაგებო რა ამისთვის საჭირო? დამსვენებელთა კარგი მომსახურება, ბატონო ალექსანდრე. სორია. ამისათვის საჭიროა. პირველი. მეორე. მეორე ცივდება თუ კურორტიკები იცდიან. იცდიან. წვადი ეს მეორეა. პირველი კი კულტ მასობრივი მუშაობა. რას გადაიღებენ კინოშემქმნელები? რას? როგორ ჭამენ მშრომელები ხარჩოს? არ. ამხანაგება. 11 თვეს წელიწადში მშრომელები ნორმალურად ატარებენ. მაგრამ არსებობს დამღუპველი 24 დღე. როცა ისინი იცვამენ პიჟამას და როცა ისინი რას აკეთებენ? ისვენებენ. სწორია, ისვენებენ. რისგან ისვენებენ? ყველაფრისგან. სწორია, ყველაფრისგან ისვენებენ და ეს არაა სწორია მხანაგებო. ჩვენი ვალია არ მივცეთ მათ საშუალება დასვენების. სწორია, კულტ მასობრივი მუშაობისაგან დასვენების საშუალება. ამხანაგებო ჩვენ მოგველის ფოტოგრაფირება. მაშა სანამე მთელი ჩვენი სამუშაო უნდა გადავაბრუნოთ. მათის გაძლიერების მიზნით რესტორანი გადავიტანეთ ბუნების სიახლოვე. ხოლო რესტორანის დარბაზი გადავაქციეთ სალექციო აუდიტორიას. ჩვენ დამსვენებლებს ყოველ დღეს შეუძლიათ მოისმინონ ლექცია მოხსენებები. გაეცნონ განსაკუთრების მუშაობის სამსახურ დიაგრამებსა და სხვა მასალებს. ელიკო, ზათ არის. ინებეთ? იმედი მაქვს. ამხანაგო, დაგავიწყდი. როგორ გეკადრებათ? თქვენ ხართ ვიტოჩკი, თქვენ კი ლოვიო. ვიდა ლოვიო?
მე ვარ ლოვიო. ჩვენ მოგვემსახურება ვინმე? გინაცვალი, ხომ ხედავს სად მიხდება სირბილი. სმასაი. ელიკო. ელიკო. შეხედე? ის არის. ვინ არის ტანი? კინორეჟისორი. ვინ გითხრა? ბესარიონს წამოსწდა. როგორ მოვიქცეთ ახლა? მიდი მოემსახურე და უთხარი კინოში მინდა გადაღება თქო. რას ამბობ, რას? გაითამაშე რამე როლი და გაგიჟდება. ახლა? ახლავე. რესტორანში? ხო, რესტორანში. იცი რა? იმ კაცს ისეთი სახე აქვს, თუ მოეწონე წაგიყვან. მიდი. ახლა მარტოა. მომეცი თაბახი. მე ბიჭებს ვეტყვი დაუკრან რამე. დანახე რა მოხდება. არ მესმის? გიჟი მინდა ხომ? აი ხო. ერთი წნახო და საწამლავი ჩაგვიღარა სუფში. ანდა მემსები ჩაგვიწყო კატლეტებში. არ გადამი. მოგწონთ? ღმერთო ჩემო რა ბედნიერება. ეს ხომ ჩემი დიდი ხნის ოცნება. მე ძალიან მინდოდა თქვენთან შეხვედრა, მაგრამ ვერ ბედავდი. თქვენ ახართ ჩემი იმედი. მე ხცული თავარ. სიკით გზა არა მაქვს. გამაგიჟებს, ეს ქალი გამაგიჟებს. მეტი ჩრობს. სხვის მაგიდებს ემსახურება. ხალხს ნისიათ აჭმევს. ოჯახებს ანგრევს. მერე ვის ოჯახს? მე მინდოდა ლაპარაკი. ჩვენი სასტუმროს კულტმასობრივი მუშაობის გეგმა საზაფხულო საშემოდგომოს დადგება სიყვარული ოცნება დასრულები დილამს დავისწროთ.
გქობა გუშენა. ნუ გაუწყო. ჩვენაც არავის ვეროდით. როგორ? თქვენ არ დამიძახეთ? მე დაგიძახეთ? თქვენმა სიმღერამ დამიძახა. მე ჩემთვის მღეროთ. თორმე სხვისთვისაც. დიდი მეგობრობა გქონიათ მურიასთან. საიდან იცით მისი სახელი? მე ყველაფერი მესმოდა. დიდი ხანია რაც აქ ახართ. საკმაოდ. თვალთვალებით. ალბათ ისიც დაინახეთ, როცა მე ვანაობ. არა, ცდილობდი არ მეყურებინა. არც კი გცხენიათ. ეგ არის თქვენი ვაჟკაცობა. დაიკარგეთ აქედან. თაფხეთ. დადიან აქ ვიღაცები. გასცი მურია? იცით რა? ჩაიწერეთ. დირექტორს უნდა მიჩივოთ, არამზადა და უსინდისა დამიძახათქო. ჩაიწერეთ, რამდენიც გინდათ ჩაიწერეთ. კარგია რომ გნახეთ. აი ახლა დამშვიდებით ილაპარაკოთ. მე თქვენთან საქმე არ მაქვს. სამაგიეროდ მე მაქვს თქვენთან საქმე. კარგი. დავით. ნუ შესწუხდებით, მე თვითონ მოგკიდებთ ხელს. აქეთ დავით. აი, აქეთ. რატო? Ისთვის? აქეთ არავინ დაგვინახავს. ელიკო, თქვენ გამოდი. აი ახლა ვილაპარაკოთ დამშვიდებით. რას გადამეკიდე? იმიტომ რომ ოფიციანტი ვარ, არა? იმიტომ რომ ოფიციანტი არ შეიძლება პატიოსანი ქალი იყოს, ხომ? დიახ, ოფიციანტი ვარ. მე რა რომ ოფიციანტი ვარ? გაუმარჯოს პატიოსან ოფიციანტებს, შენ კი ბრძანდებოდე მან. ამ დღეში მგლების ხროვა დადი. მოვლენ და შეგჭამენ, ღმერთმა შეარგო შენი თავი. ჯერ ეს მითხარი. რესტორანში რატომ იქცეოდი ისე უცნაურად? ეს ჩემი საიდუმლოება, ხელოვნებას ეხება და შენ ამას ვერ გაიგე. მითხარი, მე თვითონ ხელოვანი ვარ. რა პატარა გოგო მნახე? ამოსვლა მოგინდა რა? არა, ამოსვლა არ მინდა. იცი, ამ რაკუში ზეთის ფულზე. ნამდვილ ანგელოს გავხარ. შენ მე ნუ მეფარისევლები, თორემ ჩაგმარხავ. ეხლა ვეღარსაც წამიხვალ. არ მომეკარო! რესტორანში რატომ დადიოდი ისე უცნაურად? ადგილიდან არ დაიძრა და ყველაფერს დაგიხსნი. მე მსახიობობა მინდოდა. აქ ერთი კინორეჟისორი ჩამოვიდა. მინდოდა ჩემთვის ყურადღება მოექცია. კინორეჟისორი? რომელია? ჯაღარაკაცია, მე თქვენ გაგაცნობ, ლუქსში ცხოვრობს სულთან ერთად, აუცილებლად გაგაცნობ. ის კინორეჟისორი მე რომ აღმოვჩნდე მაშინ? რა ხომ არა ყოფილხარ. ბოდიში მე რომ თქვენზე ცუდად ვიფიქრე, მაგრამ იქ დღეში ძალიან შემეშინდა ბოდიში. დიდი ბოდიში. კეთილი, მოდი შევიგდეთ. შევიგდეთ, ოღონდ ხელი რა საჭიროა, ისე შევიგდეთ. ახლა მე წავალ, კარგი? კარგი. რა კარგი გოგონა ყოფილხარ ჩემო ელიკო. თუ მასთან სამბობთ, გმადლობთ. მე თქვენი სახელი არ ვიცი. ზურაბი. ზურაბ, ბოდიში რომ ორმოში ჩაგაგდეთ. არა ჩემო ელიკო. შენ მე ორმოში კი არ ჩამაგდე. აი იმ ვარსკვლავზე ამაფრინ. აბა. ელიკო. ვა. ტაჭი. ვა. ახლა მე წავალ. ნუ გამაცილებ, თითქმის მივედი. კეთილი. არ შეგეშინდეს, მე აქ ვიქნები, ხო? გთხოვთ. ისერიან? აბა შენიც ახლა იცოდა ყველაფერი წესრიგში დავხდეს. კი ბატონო. Виктор Петрович? Ты!
ბორჯომი ბატონო. ჩაწერე 349 და მე რეკე იქ ამხანაგო. შენი იმედი მაქვს. 2 ბორჯომი. ბორჯომი არ არის. არ არის ბორჯომი. არა, ბორჯომი ხომ? ურემა შენ? ბორჯომი არა, საგულია. ბორჯომი არა. სორი ხარ. ვინო თვილია? ვინო თვილია? რას გავს? საკვები კი? ცივი, მეგობარო. რას გავს? სამი ფაფა თუ შეიძლება. ფაფა. არ არის ფაფა. ტანია. ტანია, მაგიდას მოემსახურე, ხედავ ბავშვები. მეგობარო. უკაცრავად. თქვენ შემდეგ დაკავებულია? დაკავებულია. პოლიში. ხორციანი საჭმელი 600-ოსაგან შემდგარი. საჭმელი? არ ვიცი. შემდეგ. მაგრამ საჭმელი? ბოდიში. დაკავებულია. შედარი. მოიტანე. ქალიშვილო, მე თქვენ კეფირი გთხოვე. აი, ღმერთო ჩემო. თქვენ რა, შეყვარებული ხომ არა ხართ, არა არის ეს. რა არის? კატლეტია. აჰა, კატლეტი არის. ულუფები ასე რატო დაბადარებდნენ? ულუფები? ხო. რესტორანი გაფართოვდა. აჰა. ულუფები პატარები გამოჩნდნენ. თვალი გატყუებთ. ხო. მიფიქრე მატყუებენ მეთქი. რა ხდება? არაფერი, მატყუებენ მეთქი. კი ბატონო, კი. თვალი გატყუებს. ბოდიში ამხანაგო, თქვენ იწყებთ თუ ამთავრებთ? მაპატიეთ. მეგობარო. გვაცალე. ოთარ, რატომ იმხვირები? თბილისში უფრო ხშირად ხვდებოდით ერთმანეთს. და კიდევ ასეთი მომსახურეობა. ცუდი მომსახურეობა სიყვარულზე არ მოქმედებს. აი, შეხედე იმ შესანიშნავს წყვილს. ისინი უფრო გვანან ახლა ჯვარდაწევილი. ვინმე თუ არა. ვაცალეთ ბატონო. ამას ვფია დაბრუნება მშობელ მხარეში. რამდენს გიჩებდი ჩვენ სტუმარ მასპინძლობას. ასე მომიხდება. დამშვიდი ნინო, მე აქ ძალიან მომწონს. 50 წლის მანძილზე შენ ჩემთან წვილი არ გიწყობ. ეხლა რა დაგჭირდა? ხო? შენ არ გჯერა ჩემ? ამ 50 წლის მანძილზე არ შენ გილაპარაკია ჩემ? ერთი ღვინო. მეღლაბუცებით ხომ ამ პალანაკებას იწყეში. სადილობა თუ არ გინდათ მაგიდას რაზე მიცდენთ? დადით ეგერ ხიდის თავში ქლიავს ხიდია. ეს არია? ბატონო. ავიდეთ ბიჭებო. ბიჭებო, ამოფიციათ ნუ გაუწყრებით, ცუდი კაცი არა. შარშან მზემ დაარტყა. დაუკარით, თქვენ ოღონდ დაუკარით და მე მოგემსახურები. დაუკარით. იანგარიშო. ამხანაგო. მოიწმინეთ. ბორჯომი არ ყოფილა. შემეშალა. გაგიზდება კაცი ამ სიცხეში. 125 მანე დააცშაური. ამხანაგო. მოიწმინეთ. პატროვეთ. რა ბატონო? თავიდან იანგარიშო. კი ბატონო. კი. შენ იმედი მაქვს. გაიგეთ. 2 წინანდალი. წვადი 2. ასე ტრინა. 2 ბიტოჩკი. რა ბიტოჩკი? თქვენი ამხანაგი ჭამდა. რომელი ამხანაგი? აქ რომ იჯდა ბატონო. წავიდა. საწავიდა. გადაжда. გადაжда. 96 მანე დააცშაური. მე რა? მაგას უნდა გაგეთო შენ. შენ არ მომიშ. შენ მიკუბო ნახე შენ. კაი ბატონო. შენი ჭირიმე. 2 ბორჯომი. Zagana რა არის ეს? უყურაშე. ახლა ებადა. ახალაგო. დამსვენებლებო. პანსიონატის დირექცია გაფრთხილებთ, რომ დღეს სრულ 6 საათზე სასადილო დარბაზში ჩატარდება ლექციების ციკლი.
ისე ფრიად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი საქმეა. მენ კარგი. ბატონო ალექსანდრე. ხო. Хорошо. და ის ახალგაზრდები როგორ უგემურად ატარებენ დროს. ნაწყენები არიან. რა თქმა უნდა. მოდი კარგი კონცერტი მოვაწყო. ჩვენ რა შეგვიძლია? რაიმე მოვიფიქროთ. ვთხოვთ ვინმეს დახმარება. დამსვენებლები დაგვეხმარებიან. ალექსანდრე რომ გაჯავდეს. ოხ რა ბიუროკრატი ხარ კანი. მე? ხო, ბიუროკრატი ვარ, კარგი. ამხნეგებო, როგორც მოგეხსენებათ, ჩემი დღევანდელი ლექციის თემა გახლავთ შრომელი ადამიანის კულტურული სახე შვებულების პერიოდში. ოთარ, წავიდეთ, ვიანა. რა, დედა გაგიჭირდება? შენ ხომ იცი ჩვენ სასტუმროში კარებს როდის კედავენ? კარგი, წავიდეთ. წავიდეთ. დაგიდილია. ოთარ, აქეთ. ლიანა. Boże.
Хорошо. შორის ერთი ამბავი უნდა გაგაბო. Хорошо. მირცით. ყოველთვის ელიკოს მაგიდასთან დავჭიდეთ. კარგი. კინოა პირდაპირ. რა ბრძანეთ? არაფერი. სასტუმროს შინაგანაწესი გუშინ უხეშად დაირღვა. ერთ-ერთი ახალგაზრდა დამსვენებელი ქალი, რომლის გვარსაც ამჯერად არ დავასახელებ, ის ამჟამად სწორედ რესტორანში ზის, საათ ნახევრის დაგვიანებით გამოცხადდა ქალთა საერთო საცხოვრებელში მამაკაცის თანხლები. ვაჟის ვინაობა არაა დაზუსტებული. უცნობმა მამაკაცმა ფანჯრიდან შემოსვა დამსვენებელი ქალი. დირექცია აფრთხილებს მას და სპეცსაც, რომ ასეთი ან ამგვარი მორალური საქციელი გამოიწვევს მათ გასახლებას. ჩვენი სასტუმროს დირექცია დაუცხრომელ ბრძოლას ეწევა დამსვენებელთა მორალური სიწმინდისათვის. და ამ დროს რა გააკეთა ამ ქალბატონმა? მან სცადა დაემალა დამსვენებლებისათვის, ესე იგი მშრომელებისათვის ჩვენი წარმატებები. მან გამორთო რადიო გადაცემები. მე მხოლოდ თქვენი გადაცემები გამოვხდე, ბატონო ალექსანდრე. მე ვინ ვარ მე? ყოველ შემთხვევაში რადიო კომიტეტი არ ახარ. ბატონი ალექსანდრე ჩვენთვის რადიო კომიტეტიც არის და უფრო მეტიც. როგორი იქნება წინადადებები? ბატონო ალექსანდრე, ხალხი დიდი ხანია იცის. მოიცდიან. ამას მოახსენებ მე ამხანაგებს. როგორ ექცეიან მაგ და მე აქ ამხანაგებს. და ზოგიერთ ამხანაგებს მოუხდებათ უკვე ახლა პოსტების დატოვება დასაკვირველია. ხაფიჭირი გამიგია ბატონო. ხორი შირიც გამიგია. მაგრამ აფიცენტები შირი? ვაი, ჩემ დირექტორს გოუსტეს, და ჩემი ეხარა ჩამოთრევისათვის. დავაი. მერასკები რა. სადაა დირექტორი? არის მე დირექტორი. სადაა დირექტორი? ჩუმად ამხანაგებო, ჩუმად. როგორი იქნება წინადადებები? გამანთავისუფლოთ სამუშაოდან. არავითარ შემთხვევაში. ეს ჩვენი სისუსტე იქნებოდა ამხანაგებო, ჩვენი ვალია აღზარდოთ და გამოვასწოროთ იქ. ესეც სწორია ამხანაგებო. ნუ, სადილობისას, დამსვენებლებისათვის მუსიკა რომ დაუკრან. ის არ ჯობია? ჩატერეთ ოფში, აღზრდელობით მუშაობას ჯაზი ჯობიაო. არა, ეს მას არ უთქვა. მას ასე უნდოდა ეთქვა, მას ასე შეეძლო ეთქვა. ის ხვალ ასე იტყვის. ხვალ მე რას ვიტყვი არ ვიცი. დღეს გეკითხებ, სად გაგონილა? დამსვენებლები ორჯერ გაამრავლეო და თანამშრომლები ორჯერ შეამცირეო. რა? არა, ნახეთ მეგობრებო, ნახეთ რა არეულობაა. ამხანაგები. ეს საუტანელი, ეს შეუძლებელი. ამას მე ვერ არის. საჭმელი არა. ახლა ეს შეურაცხყოფ. არა. მე ძალიან მომწონ. დამშვიდი, შენ დამშვიდი. დამშვიდი. დირექტორ. ბატონო ალექსანდრე, თქვენ ხომ თვითონ ძალიან კარგად იცით, რომ თქვენ არ ახართ კარგი დირექტორი. მაგრამ ამხარაგებო, ჩვენ ზომები არ უნდა მივიღოთ, ჩვენი ვალია აღზარდო და გამოვასწოროთ. ინტრიგან! ამხარაგებო, ჩუმად! მე დღეს არ ვღებულობ. მე თქვენ ახლა არ მოგისმენთ. ამხანაგო, ლისერი დაგავებულია. ვიქტორ პეტროვიჩ ვარდაი. მაგრამ ეხლა ჩვენი რიგია. იცი ვინ არის? ვინ?
კინორეჟისორი. კინორეჟისორი? ლაურეატ. გავედით. Виктор Петрович, ава, моя я Гаргия, Страушнер Влад Петрович, ава, Игорь, молодец. აღარ იტყვიალიკო რა გინდა? რა მინდა? ხო. ალექსანდრეს რომ დაეცეს მეხი თავში, იმან რომ არ გააქიოს ეს ღამე იმის კუბო რომ დაედგას მისიანებს და ის რომ ჩაიხჩოს სამ ტბაში. ეს ყველაფერი მე უნდა გავაკეთო? ახლა ტანი მოიყვა სტუდენტებს და ყველაფერს აგიხსნი. აი, ჩქარა. აი, მოდი. სუდათაა საქმე, მეგობრებო. ყველანი გარბიან. დავდანჯეთ ხალხი, ჩავამწარეთ ზაფხული, შვებულება, მოგვეჭრა თავი. ალექსანდრეს გაუხმეს თავი, მაგ დაჭამონ მგლებმა და მაგ მაჩვენა დასვენებული იმ თავის სალექციო დარბაზში. მაგრამ ჩვენ რა უნდა გავაკეთო? ხო. შევაგროვოთ ფული. ხო. გავმართოთ საღამო დამსვენებლებისათვის. ცოტათი მაინც ვასი ამოვნოთ. იქნებ დარჩნენ კიდეც. აჰა, კურორტნიკებს დავპატიჟებთ. აუცილებლად. სუფრას ვიზამთ. ცამ ქუხილი დაიწყო. ისტორია. რაზლარი. ой, პირპიტაკია. კიდეც ნევიშოვი. მოიცათ? აქ ერთი მსახიობი ქალია. იმასაც გამოიყენებთ. მსახიობი? ხო. რა ვქნა ჩემო მურია. ეტყობა არც ოფიციანტად ვარგი ვარ და არც მსახიობი. სანამ ეგ ალექსანდრე აქ იქნება. სამართალია ახლა. შენ ძაღლი უნდა გერქოს და იმას ადამიანი. მურია. ერთი იქით გაიხედა ხომ არა დაყურება. საკუთარი თვალით ნახე ბატონო. შევეყანეთ. გაიქცა. გაიქცა, სად გამექცევა? ვიპოვნი და ბოხი ხმით ვამღერე. გაფურო ვარშენი მსმერი ინ თეთრიყა ინ დათითელი წავიდეთ რა. სამი წელია არ საუხე მაღაზიის წინ მუშაობ. ასე მგონია ამ ქვეყანაზე არც სიმღერას დაბოლოება არ აქვს. გამაგიჟეს კაცი. გამაგიჟეს კაცი. ბოროტად იყენებდა სახელმწიფო დადესებულებას პირადი ინტერესებისათვის. გარბია სამზარეულო. გადაჭრა ჩემი გადაცემები. ახვადიდო სახელმწიფო სუფრები გაიტაცა. თქვენ ყველა ჩემს განკარგულებაში ხართ. მოემზადეთ ოპერაციისათვის შემწახვალ ტბის მარჯვენა მხარეს. მეცმის. შენ კი მეტყების საფუტკრესკები რომ დგას იქ ჩასახდები. კი მაგრამ ხუკლემ არ უნდა მყირო. ასია საჭირო. მესმის. აბა თუ მდგომარეობა მოითხოვა. ვესროლო? ესროლებ. ეს მინდოდა. გიორგი ხომ იცი გველოდებიან. სად არის ელიგო? რატომ აგვიანებს? არ ვიცი. არ მოგ. ბა იმუშავეთ. აბატო. ეს ელიკოსა და მისი კამპანიის ნახევარია. შეგენია. ინებეთ. სალამი. გამსვენებლებს.
რა ბატონო? კი. კარგი, ცოტა ზემოთ სურათებს არ შეუშლის და კარგი. ბოდიში. გამარჯობა პატრიცია დირექტორო. რა რიცხვია დღეს? ეს 11 აგვისტო. ესე იგი 1 მაისი არა? 1 მაისი? არც 7 ნოემბერია, ხომ? 7 ნოემბერია. არა. აბა რა ზეიმო? ხომ გითხარით, დამსვენებლებისათვის კონცერტის მოწყობა გადავწყვიტეთ და გასწრობის პრობლემა თუ გაინტერესებ, ხვალ სწორედ ლექცია მაქვს მაგ თემაზე. თხოვ დაესწრო. Хорошо. გამოიქცა? სად არის სუფრები? გუშინ სუფრები. არ მაინტერესებს რა იყო გუშინ. ლაპარაკი. სადაა სუფრები გეკითხებ? რას მიყვი? გუშინ სუფრები გავრეცხე და გამაუთავე. ხალხი დღებოდა ჭამა. გარეცხე? მერე ვინ მოგცა უფლება სახელმწიფო სუფრები გარეცხო? გაუთო. უღრემა შენ. ალო, რომელი ხარ? გისმენ? ო. ხარაგო ირაკლი. ბოდიში ვერ გიცარი, გამარჯობა. დიახ. კი ბატონო, აუცილებლად. ხვალდილით სწორედ ის ლუქსი თავისუფლდება. კინორეჟისორი მიდის. მიდის? დიახ. თქვენთან ტრეშში. კი ბატონო, იახლებით. მეთილი. Хорошо. აქ ბრძანდებოდეს შამს დაბრუნება. კი ბატონო. მოიწია. რაშები? არ დაკეტო. ბიჭებო, ინსტრუმენტები შოვნეთ, ვიშოვნეთ. კოსტუმები? არის. კოსტუმები. ელიკო სად არის? არ ვიცი. როგორ? ბიჭებო! ელიკო! ვერსად ვერ ვიყოლ. გამიშვი! სურათ ასაკმე ბიჭებო. სურათ! რა შეესაბამება? სურათ ასაკმე. ყველაფერი მზადაა. მე? სადაცაა? კონცერტი უნდა დავიწყოთ, ელიკო კი არსად შენ. ელიკო, აქ მე ვარ, ბესარიონი, რაც იყო იმას ნუ მოიგონა. მოვალეობა მაიძულებდა და სამსახურმა მოგეხსენება სიყვარული არ იცის. შენ ახლა მოხსნეს, ჩაკეტეს, შენ ყველა მიგატოვა. მაგრამ თქვენ არ იცნობ ბესარიონს. მე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე. თანახმავარ. შენ იქნები ჩემი ოჯახის დიასახლისი, შენ გენაცვალოს ბესარიონი. გადიდავა!
ხვალო, რას მერჩოდი? შენგან გაწამებული ხალხი მინდოდა გამემხიარულებინა. ძალიან გთხოვ. დღეს ხმაზე არა. ნუ გთხოვ. როცა გულში სიყვარული მოვა გადაფულია ხებალახე მარგაში კარგია. აბა ბიჭებო, ჩქარა. დიავანო. ზად არის? მომიდა. ოი, გმადლობ დიავანო, ჩემო კარგო, ჩემო ტურფა, ჩემო მშვენიერო.
ზეიმობენ? ზეიმობენ. ის არიან. საიდან მოდიო ახლა მე? ტრესტიდან ბატონო. სწორია. ვინ ვარ მე? ჩვენი ნაცადი ხელმძღვანელი. მეც ასე მეგონა. ბიჭო. ჩემს დამსვენებლებს ერთი საუზმეც თუ უჭამიათ ლექცია საუბრების გარეშე. გამიგონია ბატონო. მათი კულტურული დონის ასამაღლებლად ზრუნავდი? კი ბატონო. მერე ვინ დამიფასა, ვინ? მე ბატონო. ოი და მომაძოდეთ ყანწები ოი და დაუთრები და დაუწვევი აი და გამღერებს შეუბედურო შე ხასიათი შეგიწყებ ბატონო. ერთი საათის წინ მომხსნეს დირექტორობიდან. ხუმრობ ბატონო. მე ხუმრობა ბიჭო გულზე ვარ გასიებული. მან არაფერია. მე მყავს აქ კაცი. ვიქტორ პეტროვიჩი. ვინ არის არის? ეს არიან სთხოვე. ეს არიან. გადაყვები ახლა თან. хорошо. შენ უკვე გადამყევი. შენც მოხსნეს შემობესარიან. წამოდი ერთად ვიაროთ. შენ შემოგიშრის თვალება. მოგეწონათ როგორ მღერი? დიახ. ცეკვაც? ცეკვაც. გარეგნობით როგორი ვარ გამოვდგები? შესანიშნავი. მას წამიყვანეთ, წამიყვანეთ. თქვენთან მე ფული არ მაინტერესებს, მე ყველაფერზე თანახმარ. იცით რა, როგორ გითხრათ, მე აქ ცოლითა ვარ. ეჭვიანობს არა? რატომ უნდა იეჭვიანოს? მე ხომ თქვენ არ მაინტერესებთ, მე ხომ მხოლოდ თქვენი პროფესია მაინტერესებს. აჰ, პროფესია? მე კი სულ არ მივიფიქრე. რა კი აგრია შეგიკერავთ? შემიკერავთ? დიახ. რა შემიკერავთ? რა შეგიკერავთ? რა უნდა შემიკერავთ? ო, რა შეგიკეროთ? კაბა თუ კოსტიუმჩიკი? მე რა თმინდა კაბა და კოსტიუმჩიკი? მას სხვისთვის მატერია გაქვთ? მატერია? მე? აბა მე? მოიცათ, თქვენ ვინ ახართ? ძირითადად კაცების მკერავი ვარ, მაგრამ ქალებსაც უკერავ. თქვენ მკერავი ხართ? რა, არა ვარ თუ? არა, თქვენ არა ხართ მკერავი. გენაცვალე, კაცად დამიწუნეთ. ახლა აღარც მკერავად ვარ გივარ? როგორ არა გწვენიათ? რატომ მატყუებთ? რა არა ვარ კინო რეჟისორია.
მოთავდა შენი სახიობობა ჩემო ელიკო. ვილა დაგიდებოდი კისერზე. ამ სასიამოვნო საუბრის შემდეგ ჩვენ ერთმანეთი აღარ გვინახავს. ეხლა კი როგორც ხედავთ, ვიღებთ ფილმს „წარსული ზაფხული“. ელიკოს როლს ვინ ითამაშებს? ელიკო, მიიღე დედაშა. ზურაბ, შენ ხარ რეჟისორი. რატომ მოხვედი ამდენ?